ამ ვიდეოში მე გავცემ პასუხს სამ ხშირად დასმულ შეკითხვას JavaScript-ის შესახებ. რა არის JavaScript-ი? რა შეგვიძლია გავაკეთოთ JavaScript-ით? რა განსხვავება JavaScript-სა და ECMAScript შორის? დავიწყოთ პირველი შეკითხვით. რა არის JavaScript? მარტივად რომ ვთქვათ, JavaScript არის პროგრამირების ენა, რომელიც აძლევს ვებსაიტის სიცოცხლეს. ის შექმნა ბრენდენ აიქმა 1995 წელს კომპანია Netscape-ში და დაარქვა Mocha. შემდეგ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს LiveScript. მაგრამ მაშინ, ისევე როგორც ახლა, ძალიან პოპულარული ენა იყო Java. და მარკეტოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ Java-სთან მიმსგავსებული დასახელება უფრო პოპულარულს გახდიდა ენას. ასე წარმოიშვა სახელი JavaScript. ჩაფიქრებული იყო, რომ JavaScript ყოფილიყო Java-ს შვილობილი ენა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. JavaScript დაიხვეწა, განვითარდა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ენად. რა შეგიძლია გააკეთო JavaScript-ით? შეგიძლია შექმნა ვებსაიტზე მოძრავი და ინტერაქტიული ელემენტები. მაგალითად, ფორმის ვალიდაცია, როცა ვებსაიტი ამოწმებს შეყვანილია თუ არა სახელი და ელფოსთან. ცოცხალი ძიება, როცა ძიებისას შედეგები მაშინვე ჩნდება. Drop-down menu, როცა მაუსს მივიტანთ მენიუს ღილაკთან და ის ავტომატურად იხსნება ღილაკის ქვემოთ. JavaScript-ი მუშაობს პირდაპირ ბრაუზერში. ანუ მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი პროგრამების დაყენება. ის მხარდაჭერილია ყველა თანამედროვე ბრაუზერის მიერ და გამოიყენება თითქმის ყველა ვებსაიტზე. JavaScript-ი შეგიძლია გამოიყენო მობაილ აპლიკაციებში, desktop აპლიკაციებში, backend development-ში და ასევე თამაშების შესაქმნელად. რა განსხვავება JavaScript-სა და ECMAScript-ს შორის? ECMAScript-ი არის სტანდარტი, JavaScript-ი პროგრამირების ენა. რას ნიშნავს სიტყვა სტანდარტი? სიტყვა სტანდარტი ნიშნავს შეთანხმებულ წესებს ან მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც რაღაც უნდა გაკეთდეს, ისე რომ ყველა მას ერთნაირად მიჰყვეს. მაგალითად, საზომი ერთეული 1 მეტრი ყველგან ერთნაირია. ეს არის სტანდარტი. რატომ გახდა საჭირო ECMAScript-ი? როდესაც JavaScript-ი ძალიან პოპულარული ენა გახდა, სხვა კომპანიებმაც დაიწყეს JavaScript-ის საკუთარი ვერსიები შექმნა. მაგალითად, Microsoft-მა Internet Explorer-ისთვის. ამან გამოიწვია ქაოსი, რადგან ერთი და იგივე კოდი ერთ ბრაუზერში მუშაობდა, მეორეში კი არა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად 1997 წელს ორგანიზაცია ECMA-მ შექმნა JavaScript-ისათვის სტანდარტი, რომელსაც დაარქვეს ECMAScript. ECMAScript-ი ამბობს, როგორი უნდა იყოს ენა, ხოლო JavaScript-ი არის რეალური ენა, რომელსაც ვიყენებთ. ანუ ECMAScript-ის მიზანია, რომ მოხდეს JavaScript-ის სტანდარტიზაცია და იმუშაოს ყველა ბრაუზერში ერთდაერთ.